გლოცავ ყველას, გაიხარეთ გაძლიერდეთ დიდი სიყვარულით. უფლის რწმენა სასწაულებს აკეთებინებს ადამიანს, მართლაც ქრისტეს რწმენა, მკვდრეთით აღმდგარი უფლის რწმენა, ეს უკვე ისეთი რწმენა, ქრისტეს რწმენა, რომ ჩვენს მკვდრეთით აღგვადგენს, ჩვენს თანამკვდრეთით აღგვადგენს ამ ცხოვრებაშიც და როგორც იტყვიან, მეორად მოსვლის ჟამსაც როგორც იქნება. მაგრამ სულიერი აღდგომა ეს უკვე ღმერთთან ერთად ყოფნა არ არის, აი სულიერი აღდგომა ადამიანისა, სულიერი ძალების განახლება, განღმრთობა, ახალი ადამიანის ჩამოყალიბება არის ზუსტად ეს არის აღდგომა სულიერი და ღმერთთან ერთად ყოფნა ადამიანისა. თანამონაწილეობა უფალთან ერთად ასე ვთქვათ ყოფიერებაში, მარადის ეხლაში, მარადის ყოფობაში, მარადის ამ დროში მარადიულობის შეგრძნებაში, დროის ნაკადში იმ მარადიულობის საოცარ გაჩერებაში და შეგრძნებაში უფალთან ერთად ყოფნის. უფალი მარადიულია. მარადიულობა ეს არის მარადის და მუდამ ეხლა, მუდამ დღეს, მუდამ ამ წუთში გაუჩერებელი ყოფობა და აი ამაში ჩაღრმავება. ამიტომ ყველა ჩვენთაგანი უფლის ნათესავია ქრისტეს შემდეგ, დაგვინათესავა ჩვენ ადამიანური ბუნებით. ჩვენნაირი გახდა და ჩვენს მას უნდა მივემსგავსოთ მადლით. შეიმოსა ჩვენნაირი ბუნება და თანამეფობს ჩვენთან ერთად. და ამიტომ ვამბობთ, რომ ქრისტე არის ჩვენ შორის, რომ იმიტომ ვამბობთ, პასუხობთ არც და იყოს, რომ ვაჩვენოთ ჩვენი სიმდიდრე რწმენისა ერთმანეთსაც და ფაქტის უბრალოდ დეკლამაციაც გავაკეთოთ, რომ რათა მომავალ საუკუნეთათვის ეჩვენებინა ულევის სიმდიდრე თავისი მადლისა ჩვენდამი მოწყალებით, რომ მოგვბადლა იესო ქრისტეში. იმ სიკეთეთა სიდიადე, რომლებიც ღმერთმა გაუგზავნა ადამიანებს, რომლებიც უკვე აქ მოგვცა და იქ დაგვპირდა, ჯერჯერობით ჩვენთვის ნაწილი ცნობილია, მაგრამ ნაწილი უცნობია. პავლე მოციქული ამბობს, არ უნახავს თვალე თუ არავის, არც სმენია, არც გაუგია, არც გულში მოსვლია და ასე შემდეგ. ზუსტ ციტირებიც არ ვაკეთებ. მაგრამ კორინთელთა მემკვიდრეობის სიტყვაში წერია, რამე თუ ვხედავთ აც, ვითარცა სარკითა, სახით, რამე თუ სარწმუნოებით ვიქცევით და არა ეჭვით. ხოლო მაშინ პირსა პირისპირ, ანუ ის რაცაც აქ ჭრეთ, როგორც მსგავს, იქ უკვე იხედა, როგორც სარკეში ან არეკლს, ასე ვთქვათ. იქ უკვე პირდაპირ ხედავს ადამიანი. და მაშინ მორწმუნეც და ურწმუნოც, მორწმუნე დაინახავს და განიხერებს, ურწმუნო სამწუხაროდ ფაქტის სიაში წამდგარი უკვე ძალიან დიდ სინაუს გამოთქვამს, მაგრამ იქ უკვე გვიან იქნება. ამიტომ მორწმუნეც და ურწმუნოც დაინახავენ ჩვენგან მიღებულ და ყველა ქმნილებისათვის თაყვანისცემ ბუნებას და ქრისტეს თანამეუფე წმინდანებს. დაინახავენ უფალს, რომელიც იერარქიის წვერშიც ამ სამყაროზე ქრისტე ღმერთი, მამაზე და სულიწმინდა, სადაც ვამბობთ ქრისტე იქ არის მამაზე და სულიწმინდაც და განიხარებს მორწმუნე ადამიანი და ადიდებს უფალს და ურწმუნოს სამწუხაროდ როგორც დაგვიანებული გზავრი, რომელსაც მატარებელი უკვე გავიდა, მაგრამ ჩვენ აქედან მათთვის მაინც ულოცულობთ სამწუხაროდ დიდ ნეგატიურ განცდაში ვარდება და ამ ხრივ გვიან რომ არ იყოს მერე და თავში ხელი არ მოიკრას, ასე ვთქვათ, სიმბოლურად თუ ვთქვათ, აქ უნდა იწუნოს და აქ უნდა ივარგოს. იმიტომ რომ მერე უკვე გვიან არის. მერე უკვე ფაქტის წინაშე წარდგომაა და სხვა პროცესებია. რამე თუ თუ მისთანა მოვსხდეთ, ამბობს უფალი, მისთანა ვსხონდეთ. მოციქული ამბობს. მისთანაც ვსხონდეთ, უკვე თუ დავითმინოთ, მისთანა ვსუფევდეთ. ანუ აქ თუ ვიქნებით უფალთან, იქაც უფალთან ვიქნებით. თქვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ფულით არა ვარ გამოსული, აქ არც ოქროთი და არც ვერცხლით. ამიტომ მამონასა და ქრისტეს თაყვანისმცემ ერთად არ და ვერ გამოვა. რომლებსაც დღეს ესე ელტვიან, რომ ორმაგი სტანდარტებით უნდათ იცხოვრონ, რაც აბსოლუტურად უტოპიური ცდელობაა, უტოპია ეს. არანაირად ვერ განხორციელებადია. ღვთის მიერ ქმნულ სამყაროში ესეთი კანონები არ არსებობს, რომ მამონასაც ემსახუროს ადამიანი და თაყვანისცემს და ქრისტესაც ემსახუროს და თაყვანისცემს. ესეთი ორმხრივი სტანდარტები არ არსებობს. ეს ღვთის მიერ მონიჭებულ სამყაროში პირდაპირ გვეუწყა ჩვენ, რომ სახარებაში ვერ შეძლებთ ორი ბატონის მონობას. და უნდა გაგვახსენდეს და ვიცოდეთ, რომ დავაფასოთ ადამიანის სულიერ სიმდიდრე და არა მატერიალური ქონებით შევაფასოთ ადამიანს. ეხლა იცით ეს ყველაფერი. და საკრალიზაცია სიმდიდრისა, რომელიც დღეს ესე მოხდა და საკრალიზაცია ქონებისა, ეს პირდაპირი პარამეტრია, პირდაპირ მეტყველებს ადამიანის გონების გაცვეთაზე და მის დეგრადაციაზე.
მადლით ხართ გამოხსნილი. მადლით ხართ გამოხსნილი სარწმუნოების მიერ ქრისტეს სისხლით და არა ოქროთი და ვერცხლით. ღვთის მადლმა მოგვანიჭა ეს სიკეთენი, რაც ჩვენ ღმერთმა მოგცა. და ჩვენით არ მოსულვართ, ჩვენ არ ჩვენი მოხერხებით მოსულვართ და მოგვიღწევი აქამდე და არ ჩვენი რაღაცა სიბრძნითა და გენიოსობით მოსულვართ აქამდე. უფლის მადლით გაგზავნა უფალი ზრდის, უფალი სყალობს, უფალი ასე ვთქვათ, ახარებს და უფლის ხელშია ყველაფერი. ჩვენ მხოლოდ თავისუფალი ნება, გონება, უკვდავი სული ღმერთს უნდა მიუძღვნათ და მისკენ უნდა მივმართოთ. ჩვენ კი მხოლოდ წმენა უნდა შევწიროთ უფალს. თუმცა ამაშიც ღვთის მადლის შეწევნა გვინდა. ანუ ღმერთის გარეშე ვერ შეიმეცნებ. ღვთის მადლს ღვთის გარეშე ვერ მიიღებ. ამაშიც ღვთის მადლი გვეწევა და გვჭირდება. და ამასაც ვითხოვთ ლოცვებში და რას ვითხოვთ ახლა ზიარების ლოცვებში? ვითხოვთ იმას, რომ შეგვინდოს, შემოვიდეს ჩვენში და დამკვიდრდეს ჩვენში, გულში, გონებაში, სულში, სამშვილდეში, სხეულში. და ესე არა თქვენგან, არამედ ღვთისანიჭი არს, არა საქმეთაგან, რაითა არავინ იქადოს. ზოგს გონია, რომ მომზადების გამო ეზიარება და ღირსია ზოგი ამბობს, არა ვარ მზად, არა ვარ ღირსი. კარგი ამას რომ ამბობს, ღირსი ვარ და მზად რო ვარ, რომ ამბობს, მაშინ არ არის საზიარებელი. შეიძლება სიმბოლურად ითქვას, მაგრამ არც ის არ ვარგა, რომ გადაუსვა საკუთარ თავს ხაზი და თავი დაიმდაბლეო, დაიმცირე, დაიკნინე და გაიღატაკე და გაიუბედურეო, არ არის არსად თქვა. და შენი არსებობის ერთ-ერთი მაჩვენებელი შენი უარგისობა და საკუთარი თავის არაფრად ჩაგდება და საკუთარი თავის სიძულვილი და ვერატანა იყოს. ეს არ არის მაჩვენებელი სულიერობისა, საკუთარი თავისადმი ზიზღი. პირიქით, მოყვასი შეიყვარე, როგორც საკუთარი თავიო და საკუთარი თავი თუ ვერ აგიტანია, მოყვასი როგორ შეიყვარებ მაშინ. ამიტომ მადლით ვარ გამოხსნილი და ღვთის მადლი ღირს ხდის იმ დროს, იმ მეხსოვრ გაელვებაში, როცა გეძლევა და ისის ხორცებს ზიარებას. თორემ ღირსებისა და დამსახურების გამო ვინ ეზიარება? პავლე მოციქულეოს პირველი ვარ ცოდვილებშიო და ჩვენ რაღა უნდა ვთქვათ და ასე შემდეგ წმინდანების სხვები კიდევ უამრავი თვალავი. ამიტომ პირიქით მადლობა ღმერთს თუ გვეძლევა იმის შანსი რომ ეზიაროთ, უნდა კურთხევით, მოძღვრის კურთხევით ვიძახეთ, თქმა არა თვითნებურად ვეზიაროთ. ეს არ უნდა გაუშვათ და რა თქმა უნდა ვიცოდოთ რომ იმიტომ კი არ გვეძლევა ზიარება რომ კარგი ვართ, იმიტომ რომ უკეთესი გავხდეთ. იმიტომ კი არ გვეძლევა რომ წმინდანები ვარ და განწმენდილი და განკურნებული ვარ და არაფერი არ გვაწუხებს. რო გვაწუხებს და რო არ ვარ განკურნებული და ცოდვილები ვართ, იმიტომ გვინდა ზიარება რომ განვიკურნოთ, განვიწმინდოთ და უკეთესი გავხდეთ და საუკეთესო. ამიტომ ეს ღვთის ნიჭი ღმერთისაგან მოდის. რამეთო არა საქმეთაგან ჩვენთაგან, რომ არავინ არ იქადოს, აი მე საქმეები მაქვს და ამიტომ ღირსი გავხდიო, არა. ღვთისაგან არისო, არა თქვენგან, არამედ ღვთისანიჭი არს, არა საქმეთაგან, რაით არავინ იქადოს. ხედავთ? თავისთავად კი არ მოგცეულართ წმენაზე, არამედ მაშინ, როცა გვიხმო უფალმა. ჩვენ კი მოვიქეცით, ჩვენი თავისუფლებით დავერთანხმეთ, მაგრამ მოგვიხმო ვინ? პირველად მან მოგვიხმო. ჩვენ კი არ გამოვირჩიეთ, ჯერ მან გამოგვირჩია. ჩვენ კი შევიყვარეთ, მაგრამ ჯერ მან შეგვიყვარა, ჩვენ და გამოგვარჩია. უფალს არ მოუთხოვია ახალ შემოდგომილთაგან ცხოვრების სიწმინდე, მან მხოლოდ ჩვენი რწმენა შეიწირა, ის მცირე მაინც და სურვილი, რომ ცოდვების მიტევება გვინდოდა და მოგვიხმო ამით და მოგვიყვანა, თორემ ვინ ვარ წმინდანი და ვინ ვარ იდეალური და უპრობლემო და გადასარევი და არაჩვეულებრივი, მაგრამ უნდა გახდე უკეთესი და საუკეთესო და ასე შემდეგ, ახაც გრადაციები უსასრულოა. რამეთო მისნი შექმნილნი ვართ და დაბადებულნი ქრისტე იესოს მიერ საქმეთათვის კეთილთა, ერისმის შექმნილ კეთილის საქმეები ვაკეთოთ და ამაში სრულყოთ ჩვენი თავი, რომელთათვის წინასწარ გამზადა ღმერთმა, რაითა მათ შინა ვიდოდეთ. შექმნილნი და ამით აღორძინებას გულისხმობს მოციქული. ეს ნიშნავს, რომ ღმერთმა გვიხმო თავისი გამოუთქმელი წყალობით. ჩვენ კი უნდა დავემორჩილოთ და ვემორჩილებით უფალს. ძალისებრ ჩვენისა და უფრო მეტადაც უნდა დავემორჩილოთ, ვიდრე ჩვენ გონია რომ შეგვიძლია. ვირწმუნოთ და ცხოვრების ღირსნი გავხდეთ. ნათლისღებამდე სხვა პერიოდი იყო, მერე მოვინათლეთ, უფრო სხვანაირი გავხდით, იმის მერე კიდევ გავიდა დრო, კიდევ უფრო სხვანაირი და უკეთესი, თუ არა უარესი თუ მაშინ მოვინანიოთ და უკეთესი გავხდეთ. რა მოხდა? ცოდვები ყველას აქვს და ყველა იდეს, არა არც კაცი რომელიც სხონდეს და არა სოდოს, მაგრამ მასზე ზრუნვას გვიბრძანებს ჩვენს თავზე ზრუნვას. მოვინანიოთ, ჩავიხედოთ, ჩვენი სულიერ კალენდარს გადავხედოთ. და შექმნილი ვართ იმისაც, რომ უკეთესი გავხდეთ და შექმნილი სიკეთის ქმნისთვის, რათა სიკეთით ვიაროთ. და მინდა ეს გისურვოთ, რომ ეს
სიკეთე და კეთილმოქმედება, აზრით, სიტყვით და საქმით ჩვენ ცხოვრებაში ყოფილიყოს. რაც გზას ხსნის და წინსვლას და უკეთეს ცხოვრებას მოგცემს აზრით, სიტყვით, საქმით, სულით, სამშვილდათა თუ სხეულით. მადლობის ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.